Helping Hand-ის მოხალისეთა პირველი რადიო ჩემი ხმა. 5 წელი თქვენთან ერთად. მოხალისეთა მიერ მომზადებული გადაცემები. საავტორო გადაცემის შექმნის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს. თავისუფალი მედია სივრცე სოციალურ და ახალგაზრდულ თემებზე სასაუბროდ. შემოგვიერთდით. ჩვენი მაუწყებლობა გრძელდება. მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო და მაყურებლებო. მე გახლავართ ვიქტორია არაქილიანი და ჩემი თანაწამყვანი მარიკა ბაღანაშვილი. ჩვენ გიბრუნდებით გადაცემა ერთად განვითარებისკენ, რომლის ფარგლებში ჩვენ ვსაუბრობთ მდგრადი განვითარების მიზნებზე. ჩვენს დღევანდელ გადაცემას ყავს სტუმარი, გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენელი საქართველოში, ესმა გუმბერიძე. მოგესალმებით ესმა და დიდი მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. მოგესალმებით, მადლობა ჩემი მოწვევისთვის. მოგესალმებით, მეც შეგახსენეთ, რომ მდგრადი განვითარების მიზნები შედგება 17 მიზნისა და 179 ინდიკატორისგან და დღეს ჩვენ ესმასთან ერთად განვიხილავთ პირველ და მეორე მიზანს, კერძოდ სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრას. პირველ კითხვას დავუსვამ ესმას, ესმა სახელმწიფოს დონეზე რამდენად ხდება ამ მიზნების რეალიზება და მათი აღმოსაფრთხებლად ხელშეწყობა? კი ბატონო, მე პირველ რიგში მინდა რომ განვმარტო და ცოტა გავმინჯნო რა არის დავუშვათ სიღარიბის აღმოფხვრა, ანუ პირველი მიზანი და რა არის შიმშილის აღმოფხვრა, ანუ მეორე მიზანი. სიღარიბის აღმოფხვრაში იგულისხმება, ანუ უფრო გრძელვადიანი პროგრამები, რომლებიც ადამიანებს არა მარტო დავუშვათ გამოკვებავს, არამედ რაღაც мотиваციას მისცემს, რომ ამ პროგრამებიდან გამოვიდეს რაღაც პერიოდის შემდეგ და დაიწყოს მაგალითად მუშაობა და თავის შემოსავლით თავის რჩენა. შიმშილის აღმოფხვრა კი ეხება საკვების მისაწვდომობას ყველასთვის, რაც შეიძლება ადამიანები არ იყვნენ ღარიბები, მაგრამ მაგალითად აი ეპიდემიის დროს, როდესაც ქვეყანა ჩაიკეტა, გაჩნდა გარკვეული პანიკა, რომ შეიძლება კი ფული გვაქვს და რაღაც შესაძლებლობები გვაქვს, მაგრამ შეიძლება ფიზიკურად პროდუქტი თქვათ ვერ შემოსულიყო გარკვეული პერიოდი და დაწყებულიყო შიმშილობა. შიმშილი არ არის მარტო ის, რომ დავუშვათ საერთოდ არაფერს არ ჭამს ადამიანი, ანუ ეს არის ასევე მაგალითად, როდესაც ადამიანი მხოლოდ პურს და მარგარინს ჭამს, ხო? ძალიან ბევრი ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ესე. და დაახლოებით გაროს UNICEF-ის, ანუ ბავშვთა ფონდის მონაცემებით, 75,000 ბავშვი შიმშილობს ყოველწლიურად. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ის ვერ იღებს იმ ვიტამინებს, რომელიც მას სჭირდება და ეს კიდევ იწვევს სხვადასხვა დაავადებებს. ეს დაავადებები შეიძლება ეგრე ხილულად ახალგაზრდობაში არ გამოიკვეთოს, მაგრამ ეს იწვევს დაბალ ენერგიულობას, ხო, ადამიანებს უჭირთ სწავლაზე კონცენტრაცია, უჭირთ სამუშაო, ხო, ესეთი ინტელექტუალური სამუშაოს შესრულება. შეიძლება ფიზიკურადაც ვეღარ იყვნენ ისე კარგად და ფიზიკურ დატვირთვას ვერ უძლებდნენ. ეს ანუ ყველა მათ დასაქმებადობადებზეც მე აისახება, ხო, ანუ შეკრული წრედი გვაქვს აი ამ პრობლემის. იგივე ჭარბწონიანობაც, ხო, რომელიც გონია რომ ეს კაი ცხოვრების განა, მაძღარი ცხოვრების განა არის, სინამდვილეში ეს არის უხარისხო პროდუქტების გამო, ანუ და როდესაც ადამიანი ერთფეროვნად იკვებება მარტო პურით და თქვათ ლობიო და კარტოფილი, მაგალითად, ხო? სახელმწიფო რას აკეთებს ამისთვის? ეხლა საქართველოში არსებობს სიღარიბის აღმოფხვის პროგრამა 2000-იანი წლების დასაწყისიდან, ასევე არსებობს უფასო სასადილოები. აქ მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ ის ქულები, რომლებითაც ანგარიშდება, თქვათ, ვინ არის ღარიბი და ვინ არა, ანუ არის ძალიან გადასახედი, იმიტომ რომ ხა მაგალითად ხო ხშირად არის რომ რაღაც ადამიანს შეიძლება პარკეტი ქონდეს და თუნდაც ძველი იყოს, მაინც უკვე ქულა ემატება და დახმარება აკლდება. მაშინ როდესაც ხო, ანუ თუნდაც ტელევიზორის ყიდვა, ტელევიზორი შეიძლება ვიღაცამ გაჩუქოს ბოლო-ბოლო, მაგრამ კვება, მედიკამენტები და კომუნალურები არის ის, რაც ყველაზე ძნელად არის გადასახდელი და ის, რაც ცხოვრების ხარისხს განაპირობებს, ხო? და რაც მუდმივი ხარჯი ხა ტელევიზორის და კომპიუტერისთვის ერთხელ რაღაცა ფულს შეინახავ და იყიდი და 10 წელი გეყოფა და ეს კიდე ყოველთვიურად ძალიან რთული გადასახდელია. ესმა მაინტერესებს, როგორ ახდენს გაერო მონიტორინგს თვითონ ამ მიზნებთან მიმართებაში, გაეროს მიზნებთან მიმართებაში, როგორ ხდება მონიტორინგი? ამ რაც შემოვიდა ეს მდგრადი განვითარების მიზნები, ანუ 2015 წლიდან მოყოლებული,
ორ წელიწადში ერთხელ ტარდება მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმი ზაფხულობით. ეს არის მთავრობათ შორისი, ესე იგი ფორმატი, სადაც ხვდებიან სახელმწიფოების მინისტრების დონეზე და ქვეყნები წარმოადგენენ ნებაყოფლობით შესრულების ანგარიშს. საქართველოს ასეთი ანგარიში წარმოადგინა 2016 წელს, ანუ ეგრევე, როგორც კი მიზნები შემოვიდა, რაც კარგია იმ მხრივ, რომ ანუ სანამ მიზნები ამოქმედებოდა, რა გქონდა, ხო, ეგრეთ წოდებული ბეისლაინი, რომ ანუ რა გამოწვევები და რა დონე გქონდა და უკვე 2020 წელს შარშან ზაფხულში წარსდგა საქართველოს მეორე პერიოდული ანგარიშით და მეც ვიყავი ჩართული აი ამ ფორუმის ფარგლებში ქართულ ესტონურმა მხარემ გააკეთეს პარალელური ღონისძიება განათლების უფლებასთან დაკავშირებით. თუმცა ეს რა თქმა უნდა არის ეს ნებაყოფლობითი რეკომენდაციებია. ქვეყნებს თხოვენ რომ წინა დავშეთ ფორუმის დროს მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად ააგოს უკვე მეორე ანგარიში, რომ ანუ გამოჩნდეს რომ რა გაკეთდა, მაგრამ გაერო არ არის ეს ვთქვათ პოლიცია და თუ რაღაცას არ სრულდება ის მას შეუძლია რომ ეს თქვას რომ აი ეს არ სრულდება, მაგრამ არ შეუძლია რაღაც იძულების მექანიზმი, არ ვიცი, ან ჯარიმა ან რაღაცა, აი რაღაც ძალისმიერად ვერ აიძულებს ერთი სიტყვით სახელმწიფოს. ეს ჩვენ უნდა ვაიძულოთ, ესე თქვათ, შიგნიდან ჩვენ სახელმწიფოს, რომ ეს ამ მიმართულებით იმუშაოს. მადლობა ესმა კითხვაზე პასუხისთვის. ესმა შენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გააქვს მოხალისეთა საქმიანობაში და როგორ ფიქრობ, როგორია მოხალისეთა ჩართულობა ამ მიზნების მიღწევასა და პრობლემების აღმოფხვრაში? პირველ რიგში ერთს ხო, მოხალისეებს ბევრი რამე შეუძლიათ ამ მიმართულებით, უკვე ის რაც კეთდება, თქვა ტანსაცმლის შეგროვება, პირველადი საჭიროების ნივთების შეგროვება, მაგრამ ასევე აქტივიზმი, ანუ ის რომ მაგალითად დაეხმაროთ ასეთ ადამიანებს, რომ მიმართონ სახელმწიფო სტრუქტურას, იგივე სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხშირად მათთვის განცხადების დაწერაში დახმარება ან დარეკვა ან ასე შემდეგ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაღაც ერიდება თუ ჭირთ არასდროს არ დაურეკავთ და ტელეფონით თავიანთი უფლებები არ დაუცავთ და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება შეიძლება იყოს. ასევე იგივე ბიზნესთან მუშაობა და თანამშრომლობა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რომ ბიზნესის დაეხმაროს და დააფინანსოს ასეთი პროექტები. და აქვე ვიტყვი რომ სიღარიბე ძალიან ცუდად მოქმედებს დემოკრატიაზეც, იმიტომ რომ როცა ადამიანს უჭირს, როცა ყოველდღიური გადარჩენის რეჟიმშია, ის არის ძალიან მარტივად მოსყიდვადი, მარტივია მოისყიდო, შეაშინო, დაემუქრო, რომ სოციალურს მოგიხსნის, სამსახურიდან გააგიშვებ და პირიქით უფრო მარტივია რაღაც ელემენტარული მისცე, რომ რაღაც შეასრულოს ის რაც გინდა. ესმა მაინტერესებს, უნდა იყოს თუ არა სამოქალაქო საზოგადოება ზოგადად ჩართული ამ გაერო ზოგადად სამ საზოგადოებას თვითონ ამ მიზნების შესრულებისას ჩვენ საზოგადოებას. ცალსახად რა თქმა უნდა, სახელმწიფო თანამშრომელი მოხელი არის ათეულობით ათასი და დანარჩენი რამდენიმე მილიონი ვართ რიგითი მოქალაქეები, ხო? ამიტომ დანარჩენ ჩვენს ცხოვრებაზე და ერთმანეთის ცხოვრებაზე უკვე ჩვენ გვაქვს პასუხისგებლობა, რა თქმა უნდა იყოს ჩართული ხო, აი ამ დაორგანიზებაში, ადვოკატირებაში ამ ადამიანების საჭიროებების, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაში, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ანუ რაღაცა ზემოდან ყურება არ იყოს ამ ადამიანებისადმი, ბულინგი, დაცინვა სკოლაში, რომ ვიღაცას რაღაც ისე თუ არ აცვია მოდურად და ასე შემდეგ, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ის ადამიანი ნაკლებად ღირებულია, ნაკლებად მნიშვნელოვანია. იგივე აი ცნობიერების ამაღლებაზე ვილაპარაკებ და თანასწორი კულტურის, გართობის თანასწორობას დაფუძნებული კულტურის ადვოკატირებაში, ხო? ძალიან ხშირია, რომ სკოლებში უნდათ ხოლმე ესეთი დიდხარჯიანი ბანკეტები, დიდხარჯიანი ექსკურსიები, რომლებშიც აი დავუშვათ სოციალურად დაუცველ ბავშვებს ან მონაწილეობა არ უნდა მიიღონ, ესე გამოდის, ან მაშინ გამოდის, რომ ოჯახით კიდევ უფრო დიდ გაჭირებაში უნდა ჩავარდეს, რაც ძალიან რიყავს ამ ბავშვებს და აი ესეთი რაღაცების თავიდან აცილებაც უნდა ხდებოდეს და არასამთავრობო სექტორს ამაშიც დიდი წვლილი აქვს და ასევე აი ეს ბიზნესთან მუშაობაში, რომ ბიზნესმა დააფინანსოს ესეთი პროექტები, იმიტომ რომ დასავლეთში, ხა ამერიკაში და ევროპაში არ არიან საერთაშორისო დონორები, ანუ მათ არ აფინანსებენ იმდენად.
იქ არის თვითონ ქვეყნებში შიგნით ბიზნესები, კორპორაციები აფინანსებენ მათ სამოქალაქო საზოგადოებას და ყვავის იქ სამოქალაქო საზოგადოება. და ჩვენც უნდა გადავიდეთ ამ მოდელზე, იმიტომ რომ კი ყვანან საერთაშორისო დონორები, მაგრამ დონორები თანდათან ამცირებენ საქართველოში დაფინანსებას, იმიტომ რომ თვლიან განსაკუთრებით სერვისების, აი რაღაც ჰუმანიტარული დახმარების მათ შორის, იმიტომ რომ თვლიან რომ უკვე ქვეყანა იმდენად მოძლიერდა და განვითარდა, რომ თვითონ უნდა მიხედოს თავის შიგნით და აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ არასამთავრობოებმა გამოიმუშაონ ბიზნესისგან ნდობა, რომ მართლა აკეთებენ ღირებულ საქმეს და აღწევენ კარგ შედეგს და არა რაღაც თქვათ მარტო ბიუროკრატიულად PR-ისთვის და ასე შემდეგ. ბიზნესისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია სიგარების აღმოფხვრა მათ შორის და შიმშილის, იმიტომ რომ ერთია რომ არავის არ სიამოვნებს და არ არის არც სასიამოვნო და არც მომგებიანი გარშემორტყმული იყო, გაჭირებული და მარტო სოციალურად დაუცველი მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ადამიანებით, იმიტომ რომ ეს ადამიანები ჯერთი ვერ იქნებიან შენი მყიდველები, მომხმარებლები და მეორე ის რომ იქნება ძალადობის საფრთხე იზრდება. მაგალითად ხედავთ ხო სხვადასხვა ქვეყნებში არის ხოლმე ძალისმიერი საპროტესტო აქციები, როცა მაღაზიების ვიტრინებს ამწვევენ, მანქანებს წვავენ და ასე შემდეგ. ესმა აბსოლუტურად გეთანხმები. მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებლებს და მსმენელებს, რომ თქვენ უსმენთ რადიოს ჩემი ხმა, გადაცემას ერთად განვითარებისკენ და ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის ესმა და ჩვენ საუბრობთ მდგრადი განვითარების ორ მიზანზე, სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრაზე. ესმა, გვაინტერესებს თუ რა უნდა გააკეთოს არასამთავრობო სფერომ ამ მიმართულებით, რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს კონკრეტულად ამ პრობლემების მოსაგვარებლად. კი ბატონო. მაგალითად ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, რომ გაეროს მონაცემებით დაახლოებით საკვები პროდუქტების მესამედი იყრება. იმ დროს, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი შიმშილობს. ახლა მეც გამიგია და ვიცი, რომ ჩვენ სასტუმროებში და რესტორნებში ასევე ალაფუშეტების შემდეგ ძალიან ბევრი საჭმელი რჩება ხელშეუხებელი. ხარისხიანიც არ არის არც ვადაგასული არაფერი, მაგრამ ის იყრება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით გავწიოთ ადვოკატირება, რომ საჭმელი აღარ იყრებოდეს და დავუშვათ ურიგებდნენ ადამიანებს უფასოდ. ძალიან კაია, რომ გვაქვს უკვე ჩამოფასებული პროდუქტების მაღაზიები, მაგრამ კიდევ უკეთესი იქნება, თუ ამას უფასოდაც დაარიგებენ. ან თუნდაც მათ შორის მიუსაფარ ცხოველებსაც თუ გამოკვებავენ ამით. ესმა, როგორც ვიცი, გაეროში შენ ხარ საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი და ეხლა ტარდება კონკურსი, შესარჩევი ღია კონკურსი, საქართველოს მასშტაბით დაიწყო და შენ კი ამ მიმართულებით ძალიან დიდი როლი და გამოცდილება გაქვს. შეგიძლია გვიანბო შენს გამოცდილებაზე, რას ურჩევდი ახალგაზრდებს და რატო უნდა მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში? კი ბატონო, ანუ ეხლაც მიმდინარეობს აპლიკაციების მიღება ახალგაზრდობის სააგენტოს Facebook ვერზე შეგიძლიათ ნახოთ ეს განცხადება. 18-25 წლის ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ მონაწილეობა ამ კონკურსში და გაეროში შემდეგ წასვლა. და ინგლისური ენის ცოდნა არის აუცილებელი, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება, ახალგაზრდული კუთხით და ახალგაზრდების პრობლემების ცოდნა. ჩემთვის ყველაზე, ერთია რომ მე გამოცდილება ის მივიღე, რომ ის რასაც ვაკეთებდი მანამდე, ხო, გადაცემების სახით, ტრენინგების სახით, უკვე სახელი დაერქვა სახელმწიფოს დონეზე, რომ მე ვმუშაობ ახალგაზრდებთან. ეს იყო ჩემი ერთი მნიშვნელოვანი ღირებული ჩემთვის. ასევე ისიც, რომ აი ეს პრობლემები, რასაც მე ჩემ გარშემო მესმის და ვხედავ, მე შემეძლო, რომ იგივე გენასამბლეაზე, იგივე აი ქართულ-ესტონურ ღონისძიებაზე, რომ გამეჟღერებინა გაეროში ეს პრობლემები და მომესმინა სხვა ახალგაზრდების პრობლემები, რომლებიც იქ საუბრობდნენ. და ასევე ის, რომ ჩავედი ჩვენს რეგიონებში, სხვადასხვა ახალგაზრდებს შევხვდი იქ, გავიცანი ძალიან ბევრი მათგანი და კიდევ ერთხელ мотиваცია მომეცა, რომ უამრავ პროექტს აკეთებენ მოხალისეობრივად, სოციალურ საწარმოებს აკეთებენ სკოლებში, სათბურებს, არ ვიცი, ხე-ტყეს უვლიან, ხანძრისგან იცავენ, რას აღარ აკეთებენ, მართლა ძალიან უფრო მეც იმსახურებენ გაცილებით ჩვენი ახალგაზრდები, ვიდრე დღეს გვაქვს.
აგრეთვე მინდა ვუთხრა ჩვენს ახალგაზრდებს, რომ თვითონ ეს კონკურსი დევს ახალგაზრდობის სააგენტოს გვერდზე და შეუძლიათ იხილონ და მიიღონ მონაწილეობა. და მადლობა მინდა გადაგიხადო ესმა, რომ ასე ჩვენთან ერთად ხარ და ამ თემებს განიხილა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ და წარმატებები. წარმატებები შენც ასევე. აგრეთვე მინდა რომ ასეთი სიტყვები, ასე ვთქვათ, რობისონის სიტყვები არის ასეთი, რომ ჩვენ თემას ეს სიღარიბეს და სიღარიბეს და შიმშილის აღმოფხვრასთან ასოცირდება, რომ ხშირად მეკითხებიან თუ რა არის ადამიანის უფლებათა ყველაზე სერიოზული დარღვევაო დღეს. ჩემი პასუხი არის უცვლელია, რომ უკიდურესი სიღარიბეო. ანუ მინდა რომ ეს რაღაც ფრაზა მეთქვა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ჩემი აზრით დღევანდელ საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში, რომ ეს სიღარიბე აღარ იყოს და არც შიმშილი, იმიტომ რომ ისე 21 საუკუნეში ეს პრობლემა უკვე აღარ უნდა იყოს, მაგრამ დგას. მადლობას გადაგიხდი კიდევ ერთხელ. ესმა უღრმესი მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის, მადლობა რომ გაგვიზიარე შენი ცოდნა და გამოცდილება და წარმატებებს გისურვებ. გამოვედით? არა, ჯერ ლაივში ვარ.